მშვიდობის ეთერშია დღის ნიუსრუმი, მე ვარ ლელა ბაღდავაძე. დღეს უბრალოდ ეს 2025 წლის ბოლო სამუშაო კვირა, სულ რაღაც 3 დღე რჩება ახალ წლამდე, ამიტომ დღეს და ხვალ ვიდრე ცოტა ხნით შევისვენებთ მიმდინარე წლის მთავარ მოვლენებს კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს. რა კატეგორიის ქვეყნებში გადავიდა და გადაინაცვლა საქართველო. არმაზახვლედიანი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი და ის ზუსტად 1 წუთში გვერდება, იქამდე კი თვალი გადავავლოთ ბოლოს სიახლეებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის 7 მოქალაქე დააკავეს და 12 ობიექტი დახურეს. ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254 მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მარნეულის პოლიციის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს კუთვნილ ოქროს ნივთებს თაღლითურად დაეუფლნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხუტუამ მოადგილეებთან ერთად გარდაბანში სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს წინა საახალწლოდ ნობათები გადასცა. საახალწლო ნობათების დარიგების პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს კოორდინაციით საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პოლიტიკოსი არმაზახვლედიანი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ არმაზ და მადლობა რომ გვესტუმრეთ. Adо Armaz 2025 წელი მთავრდება შესაბამისად მთავრდება მორიგი სატელევიზიო სეზონიც დღეს ხვალ და შემდეგ ცოტა ხნით დამშვიდობებით მაყურებლებს, ამიტომ მოდით შევაჯამოთ განვლილი 1 წელი, რომელიც ყველა თანხდება, რომ ნამდვილად არ იყო მარტივი. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროცესების გათვალისწინებით 2025 დაიწყო შეფასებებით, რომ ქართული ოცნება დაადგა ავტორიტარიზმის გზას, თუმცა ოცნების ნაბიჯების და გაწყვეტილებების ფონზე წლის განმავლობაში ეს შეფასებები კიდევ უფრო მწვავე და ხისტი გახდა და საბოლოოდ მივიდით ვითარებამდე, როცა არაერთი პოლიტიკოსი ქართული ოცნების მხრიდან დიქტატურის დამყარებასა თუ მინიმუმ დიქტატურის დამყარების მცდელობაზე საუბრობს. ამ დღეებში არაერთხელ მოგვიწია ამ კითხვის დასმა, მაგრამ ისევ და ისევ ეს კითხვა. როგორ იცვალა საქართველოს სახე და პოლიტიკური ფერიც ბოლო 1 წლის განმავლობაში? საქმე ისაა, რომ საქართველოს ხელიდან გაუშვა ამ რეჟიმის გამო უნიკალური შანსი, რომ გამხდარიყო თანამედროვე წარმატებული ძლიერი სამართლებრივი სახელმწიფო ევროპული ტიპის. ეს შანსი ჩვენ ამ რეჟიმმა სრულად გაგვაშვებინა ხელიდან. ვერ ხედავ შესაძლებლობას, რომ ამ რეჟიმის პირობებში ეს შანსი კვლავ მიეცეს საქართველოს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ დასკვნები უნდა გავაკეთოთ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა იმის გაცნობიერებით, რომ ამ რეჟიმმა უარი თქვა საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებაზე, დაუპირისპირდა კონსტიტუციის შემოქმედ ქართულ ხალხს, მის უმთავრეს მისწრაფებას, რომ საქართველო იყოს ნორმალური ქვეყანა, სადაც ადამიანს აქვს მნიშვნელობა, სადაც ერთი მოქალაქის ხმასაც აქვს აზრი და მნიშვნელობა, სადაც განსხვავებული აზრი არის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი წყარო და ძალა, სადაც საპარლამენტო დემოკრატია არის ქვეყნის წარმატების საფუძველი. ყველა ეს და არაერთი სხვა არსებითი საყრდენი სახელმწიფოებრიობის ივანიშვილ კობახიძის რეჟიმმა იმის გამო, რომ შეენარჩუნებინათ საკუთარი ძალაუფლება, იმის გამო, რომ ნაძარცვი შეენარჩუნებინათ აგრეთვე ყველაფერი ეს უგულებელყო და ამ შავ დღეში ფაქტობრივად გამოუვალ ჩიხში დატოვა ქვეყანა. Მხოლოდ ეს არის მიზეზი ძალაუფლების შენარჩუნება. 1 წლის წინ ჯერ კიდევ დემოკრატიული სახელმწიფოების, ასე ვთქვათ, რიგებში ირიცხებოდა საქართველო. 2024 წლის ნოემბრიდან უკვე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შეჩერებულია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, ისე როგორც ევროპას მნიშვნელოვნად დავშორდით. ბევრი ამბობს და დავას აღარ იწევს ის ამბავი, რომ უკუსლით მოვდივართ, როცა საქმე ეხება
ბრიუსელთან ურთიერთობას. გამოწვევები ყველა ხელისუფლების დროს ქონია ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ქვეყნის კურსს საფრთხე აქამდე არასოდეს შექმნია. შესაბამისად, აი რატომ დააყენა ქართულმა ოცნებამ დასავლური კურსის საფრთხის ქვეშ? აქ მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება, თუ არა მხოლოდ. უპირველესად ვიტყვი, რომ 1 წლის წინ დემოკრატიული საქართველო ნამდვილად არ ყოფილა, არც 2 წლის წინ. მხოლოდ იმან განაპირობა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომ გადაწყვეტილების მიმღებებმა ბრიუსელში ნათლად დაინახეს ქართველი ხალხის უმრავლესობის მკაფიო მისწრაფება ევროპისკენ, ნორმალურობისკენ და იმავდროულად მიცეს შანსი პოლიტიკურ რეჟიმს საქართველოში, რომ ამ სტატუსის მიღების შემდეგ და მიღების შედეგად კორექტივები შეეტანა საკუთარ ამ რუსულ პოლიტიკაში, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. დარჩა ქართველი ხალხი, რომელიც კვლავაც ნორმალურობის მომხრეა მის აბსოლუტურ უმრავლესობაში ჩვენი ქვეყნისთვის და დარჩა რეჟიმი, რომელიც კიდევ უფრო გავეშებული ებრძვის ამ ნორმალურობას. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ არჩევანს, ფიქრობ, რომ ის სრულად არის გაპირობებული იმ არჩევანით, რომელიც გააკეთა ივანიშვილ-კობახიძის რეჟიმმა აქ ქვეყანაში. როგორც უკვე გითხარით, მისი უმთავრესი ამოცანაა, რომ ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც მას სჭირდება უმთავრესად იმიტომ, რომ თავი დაიზღვიოს მართლმსაჯულებისგან, რომელსაც ის ვერცერთ შემთხვევაში ვერ აცდება და აგრეთვე შეძლოს, როგორც უკვე გითხარით, ნაძარცვის შენარჩუნება და კვლავ გამრავლება. ეს არის ავტორიტარული რეჟიმების წარმომადგენლებისთვის ძალაუფლებაში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი. ქართული ოცნება არის რუსული ოცნება და რუსული ხელისუფლება ეს არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან 2025 წელს ყველაზე ასე ვთქვათ აქტიურად გაჟღერებული შეფასება ქართული ოცნების მისამართით. აი ამ კუთხით და ამ თემაზე თქვენ რას ფიქრობთ? რას ფიქრობთ ქართული ოცნების და პუტინის რეჟიმის ურთიერთობებზე და როგორ წავა თქვენი აზრით უშუალოდ მოსკოვსა და თბილისის შორის ურთიერთობა თუნდაც 2026 წელს ესეც რომ გითხრათ. მათ შორის როგორ ხედავთ საინტერესოა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც, იმიტომ რომ აქაც რიგი პოლიტიკოსის აზრით ქართული ოცნება უნდა ამზადებდეს აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ახალი სტატუსით აღიარების გეგმას. ჯერ ერთი უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილ-კობახიძის რეჟიმი არის არსით, სულისკვეთებით, შეფერილობით, ფორმით და შინაარსით რუსული ყაიდისა, იმიტომ რომ მმართველობის სწორედ კრემლისტური მეთოდები დანერგა ივანიშვილმა და გაამრავალფეროვნა ახლა კობახიძემ. საქმე ისაა, რომ სწორედ რუსეთია თანამედროვე ქვეყანაში ლიდერი ავტორიტარულ ქვეყნებს შორის, რომელიც ახერხებს წლების განმავლობაში, რომ სრულად გაანადგუროს ოპოზიციური აზრი, თანაც ეს გააკეთოს ისე, რომ თავი გაიმართლოს მაინც კანონით და თქვას, რომ ყველაფერი კანონთან შესაბამისობაშია. სწორედ ამ გზით წავიდა ივანიშვილ-კობახიძის რეჟიმიც. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონთან მართლები არიან, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, ან აცნობიერებენ და არ ადარდებთ, რომ ეს კანონი თავის თავში და ეს კანონები თავის თავში არის უსამართლო, კონსტიტუციასთან შეუსაბამო და საერთაშორისო ნორმებთან შეუსაბამო. გადავარმაზ კურსზე გკითხეთ ქვეყნის საგარეო კურსზე და ისევ ამ ხას მინდა დავუბრუნდეთ და თან შევაჯამებთ თემას, რასაც ქვია საით მიდის საქართველო. არის ვარაუდი, რომ ქართული ოცნება იმზადება ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის. არაერთი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ მაგალითად აშხაბადში ირაკლი კობახიძის ვიზიტიც, რაც რამდენიმე კვირის წინ შედგა, სწორედ ამ ჭრილში უნდა დავინახოთ. აი თქვენ როგორ უყურებთ ამ თემის დღის წესრიგში დაყენების ალბათობას? აი გაბედავს თქვენი აზრით ქართული ოცნება და წავა დღევანდელი ხელისუფლება ამდენად შორს. მეორე მხრივ საინტერესოა ალბათ ახსნათ მაყურებლებისთვის ისიც, რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის გამოცხადება. ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია რუსეთთან რამე ნორმალური ურთიერთობა, ეს ცხადზე ცხადია. მეორე მხრივ ყველა კარგად ხვდებით, რომ ნეიტრალიტეტი ეს ყბადაღებული თემა თავისთავად არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ ნეიტრალიტეტი აქვს მაგალითად შვეიცარიას და ის არის არსით დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო. თუ კი რომელიმე მმართველობა საქართველოში გადაწყვეტს, რომ ხალხთან შეთანხმებით, მის უმრავლესობასთან შეთანხმებით, საქართველო იყოს ნეიტრალური სტატუსის მქონე,
უპირველესად უნდა გადაწყდეს მისი დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს სტატუსი და ამის შემდეგ, თუ რა თქმა უნდა, უსაფრთხოების პრობლემები იქნება სათანადოდ მოგვარებული და გარანტირებული, შეიძლება ამ თემაზე იფიქროს კიდეც კაცმა. მაგრამ ამ პირობებში ოცნების რეჟიმისთვის ნეიტრალიტეტი ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის შესაძლებლობა, ფორმა, რომელიც მათთვის ამართლებს დასავლეთთან სრულ განშორებას და რუსულ ორბიტაზე ყოფნას. ასე რომ გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე, მე ზუსტად ვიცი, რომ არათუ ამ საქმეში საგანგებოდ ჩახედილი ადამიანები, არამედ ისინი, ვინც მანდამაინც ვერც კი ხვდებიან რა არის ნეიტრალიტეტი, კარგად აცნობიერებენ ივანიშვილ კობახიძის ამ ჩანაფიქრის სრულ მზაკრობას. კეითილი ბატონ არმაზ, ჩვენ რამდენიმე კონკრეტულ აქტუალურ საკითხსაც შევეხებით, რომელიც დღეისთვის არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა იქამდე, ვიდრე ქართული ოცნების პოლიტიკა მეტნაკლებად შევაფასეთ, მოდით ცოტა დრო ოპოზიციურ სპექტრზეც ვისაუბროთ. ხა დღევანდელი ოპოზიციური პარტიების პოზიციონირება, რომ თქვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის და პრეტენზიები გაქვთ თქვენივე ფლანგის მიმართ, ეს ვიცით, ამაზე ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია თუნდაც ამ გადაცემაში, თუმცა ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, რამდენად არსებობს ობიექტური მიზეზები იმისა, რომ ოპოზიციური ძალები აღარ იყვნენ აქტიური. აი პოლიტიკოსთა ნაწილი დაპატიმრებულია, ციხეშია, ეს ვიცით, გარეთ დარჩენილები კი ღიად ამბობენ, რომ პარტიებს აქვთ ფინანსური პრობლემები და აქტიურობისთვის საჭირო რესურსების სიმწირე. შესაბამისად, რა ასე ვთქვათ, როლი აქვს ოპოზიციის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში ქართულ ოცნებას, ეს მინდა გკითხოთ და მართლაც რა შეუძლიათ უფულო და ურესურსო ოპოზიციურ ძალებს. ხომ არ ვითხოვთ პარტიებისგან იმაზე მეც, ვიდრე დღევანდელ სიტუაციაში რომელიმე პოლიტიკურ ძალას შეუძლია. უპირველესად მკაფიოდ ვიტყვი, რომ ყველა ოპოზიციონერი, რომელიც დღეს არის ციხეში, არის რეჟიმის ტყვე. ისინი იქ არიან უსამართლოდ და არიან მხოლოდ იმიტომ, რომ წინააღმდეგობას უწევენ ამ რეჟიმს. ყველას მინდა გამოუცხადოს სათითაოდ და ერთად სოლიდარობა. მაგრამ ამასთან ერთად მე სრულ სოლიდარობას უცხადებ კიდევ ერთხელ იმ ადამიანებს, რომლებიც რეჟიმთან ბრძოლის სიმბოლოებად იქცნენ, ესენი არიან სინდისის პატიმრები, მზია, ანდრო და მრავალი სხვა ადამიანები, რომლებმაც უკვე დაწერეს საქართველოს თანამედროვე ისტორია, რომლებმაც მოახერხეს, რომ შეგვიძლია მარტივად აუხსნათ ნებისმიერს ახალი თაობის წარმომადგენელს, რას ნიშნავს წელში გამართული მოქალაქე, რას ნიშნავს პატრიოტი, რას ნიშნავს სამშობლოს ერთგულება. აი ამის ცოცხალი მაგალითები არიან ეს ადამიანები. მეორე მხრივ, თუ ვიტყვით ოპოზიციაში არსებულ უმძიმეს კრიზისულ მდგომარეობაზე, უნდა ვთქვათ ერთი მხრივ, რომ რა თქმა უნდა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის წლების განმავლობაში, რომ ოპოზიცია ყოფილიყო ამ დღეში, მაგრამ მეორე მხრივ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ოპოზიციამ მანდამაინც ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ დღეში არ აღმოჩენილიყო და ამის უნიკალური შანსი მას ჰქონდა 20-24 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც საუბედუროდ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გამოიყენა აბსოლუტურად არაეფექტურად და სხვა ნაწილმა შეიძლება გამოიყენა მეტად ეფექტურად, მაგრამ მაინც ნაკლებად შედეგიანად. 2024-მა ჩაიარა, ახლა რა ჩაიარა, შეუძლია, მაგრამ მოდის 2026-ს. ფიქრობ, ქალბატონო ლელა, რომ იმის პარალელურად, რომ უნდა მოვახერხოთ ამ რუსული რეჟიმის დემონტაჟი და თუ მექნება საშუალება გეტყვით ორი სიტყვით, როგორ, ამასთან ერთად აუცილებლად მიმაჩნია, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას დაუყოვნებლივ რაღაც ჯგუფი ადამიანებისა, ცოდნე ადამიანების, რომლებიც გამოიკვლევენ იმ ყველა მიზეზს დაადგენენ, რამაც განაპირობა საქართველოს ამ შავ დღეში აღმოჩენა ახლა. მათ შორის ოპოზიციის ნაწილში, მაგრამ უპირველესად, რა თქმა უნდა, იმის გარკვევას, როგორ მოვახერხეთ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა და მივეცით უფლება ივანიშვილს, რომ ამ შავ დღეში ჩაეგდო საქართველო. ამას გარკვევა იმიტომაც სჭირდება, რომ სამომავლოდ არაფერი მსგავსი აღარ დაგვემართოს. რაც შეეხება თავად ოპოზიციას, მე მithქვამს ბევრჯერ აქ თქვენთან სტუდიაში და გავიმეორებ ახლაც, რომ სამწუხაროდ ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ამ ოპოზიციამ ამ კონფიგურაციით შეძლოს ოდნავ მაინც რამე სასიკეთო ცვლილების შეტანა. ციხიდან ახალ-ახალ გათავისუფლებულ ზურაბ ჯაფარიძეს აქვს მცდელობა სცადოს
დიდი ერთობის შეკვრა, იცით რომ მან საპატიმროდან გამოსვლისთანავე დაიწყო სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრები და აუდიენცია. სწორედ იმისთვის რომ მოსიჯოს ფონი რამდენად არსებობს, ასე ვთქვათ, საერთო სტრატეგიაზე შეთანხმების შანსი. რატომ ხართ სკეპტიკურად განწყობილი ჩაიზე შეხვედრების მიმართ, როგორც თავად კოალიციაში ეძახიან და ხო აი თუ არა კიდევ ერთი მცდელობა, ერთიანი ფრონტი როგორმე შეიქმნას, მაშინ ოპოზიციურმა ძალებმა საიდან უნდა დაიწყონ, რა უნდა იყოს პირველი ნაბიჯები? უპირველესად მივესალმები მის გათავისუფლებას, მეორე მიმაჩნია რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე გონიერი ოპოზიციონერი ლიდერი დღეს მთელ სპექტრში, მესამე მიმაჩნია რომ რაღაც მაინც არ მიდის სწორად, ის ამბობს რომ უნდა გამოვიყვანოთ ხალხი გარეთ ქუჩაში, მე ვეთანხმები ამ აზრს, მაგრამ მე მისგან მოვისმინო მინდა ისიც ამის შემდეგ რა ხდება. გამოვიყვანოთ, ხალხი გამოსულა ქუჩაში, რამდენიმე ასეული ათასიც, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობდა შესაბამისი პოლიტიკური დღის წესრიგი, ფაქტობრივად ეს მუხტი ჩვენ ჩავკალით. თუ აქვს რამე გეგმა ბატონ ზურაბს, სიამოვნებით შევხვდებოდი სხვათა შორის და ვესაუბრებოდი ამ თემაზე. თავისთავად მე მივესალმები მის ძალისხმევასაც, მაგრამ ერთი რამ კი ზუსტად ვიცი, რომ შეუძლებელია ამ ძველი შემადგენლობით შეუძლებელია არსებითი განახლების გარეშე შევცვალოთ საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგი და ამ არსებით განახლებას სჭირდება არსებითად ახალი პოლიტიკური სივრცე საქართველოში, რასაც სჭირდება სულ სხვა ხალხი. ხალხი, ვინც არის გაუსწრელი, ვის მიმართაც იარსებებს ნდობა და ვინც შეძლებს, რომ ერთი მხრივ არაფრის ფასად არ გაიყიდოს და არ გატყდეს. სხვათა შორის ჯაფარიძე ამის ერთ-ერთი მაგალითია, მაგრამ მეორე მხრივ შეძლებს იმასაც, რომ შეძლოს რეჟიმის სრულ დემონტაჟში მონაწილეობა განსაზღვრული გეგმით და შემდეგ რა ხდება საქართველოში ამის ნათლად თქმა საზოგადოებისთვის. ბატონ არმაზ, აი თქვენი ხედვა და თქვენეული გეგმა როგორია და თქვენი პასუხი როგორია კითხვაზე, რა ხდება და რა უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ხალხი ქუჩაში გამოვა? ეს არსებითი კითხვაა. ვფიქრობ, რომ საზოგადოების გამოსვლას ქუჩაში გულისხმობ აქ რა თქმა უნდა 100,000, 200,000, 300,000 შეწუხებული რეჟიმის მიერ შეწუხებული ადამიანის ქუჩაში გამოსვლას აუცილებლად უნდა შეხვდეს ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომლის შემქმნელიც დღევანდელი ოპოზიცია ვეღარ არის. შეიძლება ზურაბ ჯაფარიძე როგორც ერთი პოლიტიკოსი, ერთი მოქალაქე ახალ კონფიგურაციაში იყოს, მაგრამ მთელი ეს ოპოზიციური სპექტრი ამ მოცემულობით მიმაჩნია რომ ვეღარ იქნება, იმიტომ რომ მათ მიმართ საზოგადოებას ნდობა აქვს დაკარგული. მეტად თუ ნაკლებად, მაგრამ ყველას მიმართ. და მე ვფიქრობ, რომ უპირველესად თავად უნდა დაუსვან შეკითხვა საკუთარ თავს, რატომ მოხდა ეს, რატომ მივედით აქამდე. აიმიტომაც ვახსენებთ 20-24 წელი. რა დღის წესრიგი უნდა დავახვედროთ, თუ მკითხავდით, გიპასუხებთ. ეს უნდა იყოს დღის წესრიგი, რომლის შედეგადაც ადამიანებს, რომლებიც გამოვლენ პროტესტში, დადგებიან ქუჩაში და გააპროტესტებენ ერთი დღე, სამი დღე ამ რაოდენობით, ან სხვა დიდი რაოდენობით, აგრეთვე იმათ, ვინც განუწყვეტლად აპროტესტებს ამ რეჟიმს რუსთაველზე უკვე ლამის 400 დღეა, უნდა კონდეს კაფიო ცოდნა იმის შესახებ, რომ პოლიტიკური სპექტრი, თვისობრივად ახალი პოლიტიკური სპექტრი არის იმის შემძლე, რომ გახდეს რეალური ალტერნატივა რეჟიმისთვის. დღეს რეჟიმს ალტერნატივა არ გააჩნია. რეჟიმი არის უსახური, რეჟიმი არის დანაშაულებრივი, ავტორიტარული, მაგრამ ის პარპაშობს სწორედ იმიტომ, რომ ალტერნატივა მას არ გააჩნია. მისი ალტერნატივა არის ჯანსაღი, წელში გამართული მოქალაქეებისგან შემდგარი საზოგადოება, მაგრამ ამ საზოგადოებას ესეჭიროება პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც სხვათა შორის თავადაც უნდა შექმნას. პარტიის მიღმა, ხო, პარტიის საფარქვეშ აღარ იმყოფებით და კარგახანია უპარტიო პოლიტიკოსის სტატუსით აგრძელებთ პოლიტიკაში ყოფნას. აი ხომ არ მუშაობთ აი იმ ახალ სახეებზე, ვინც ფიქრობთ, რომ გამოადგება ქართულ პოლიტიკას ახალი პოლიტიკური ძალის შექმნაზე? არ მგონია რომ ვინმე იყოს ვინც საუბრობდეს წესიერად, გულწრფელად, სამართლიანად ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგზე და არ ფიქრობდეს ახალი პოლიტიკური სივრცის შექმნაზე. მეც რა თქმა უნდა ვფიქრობ და ეს გამოიხატება უპირველესად იმაში, რომ მე ვხვდები ადამიანებს, საუბრობ მათთან და ვცდილობ რომ მათთან ერთად და სხვებთან ერთად შევქმნათ ის
ახალი პოლიტიკური მოცემულობა, რომელმაც შეიძლება მოახერხოს ნდობის მოპოვება საზოგადოებაში. საკმარისია რომ ნდობა მოიპოვო და ივანიშვილისთვის შენ ხდები უკვე ალტერნატივა. ნდობის არარსებობა, რაც დღეს გვაქვს, არის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. თუ ვინმე მკითხავს რომ ამას ხომ სჭირდება ფულადი რესურსი, სჭირდება რაღაც სხვა მატერიალური ხარდაჭერა და ასე შემდეგ, მე მიმაჩნია რომ ყველაფერი სჭირდება, მაგრამ ყველაფერი შეიძლება გქონდეს და თუ წესიერება და ნდობა და უნარი არ გაგაჩნია, ის ყველაფერი ვერ დაგეხმარება, მაგრამ თუ უნარი, ნდობა და წესიერება გაქვს, ყველაფერი სხვა მოიპოვება. აი ეს ნდობა და წესიერება დღევანდელ პოლიტიკოსებს აკლიათ? რა თქმა უნდა აკლიათ. დიახ მათ შორის აკლიათ. ოპოზიციონერ დიახ პოლიტიკოსებს. აკლიათ. ოცნებას საერთოდ არ გააჩნია. წესიერება პირდაპირ ვიტყვი ამას, ეს არის უწესობის ზენიტი. რაც შეეხება ნდობას, მას ნდობა საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისა არ გააჩნია. ის ამ ნდობას აკოწიწებს შიშით, შანტაჟით, მოსყიდვით და რუსული პროპაგანდით. რაც შეეხება ოპოზიციას, მას ნდობა აქვს არსებითად დაკარგული, გაფლანგული, ვიტყოდი ასე. და მისი აღდგენის უნარიც აღარ გააჩნია, თუმცა ოპოზიციაში ყოველთვის მოიძებნება სხვადასხვა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიაში 1, 2, 3, 5 ადამიანი, ვინც შეიძლება სწორად გაიაზროს არსებული რეალობა და იყოს ახალი სივრცის ნაწილიც. წესიერება ოპოზიციაში. წესიერება საქმე ისაა, რომ წესიერება ისაა, როდესაც შენი სიტყვა სრულად არის შესაბამისობაში შენს საქციელთან. როცა ეს არის ორი სხვადასხვა პოლუსი და არის ორმაგობა და როცა არის ასეთი ტყუილი უკაცრავად, მაგრამ რანდობაზე შეიძლება იყოს საუბარი. იმიტომაც ვიმეორებ მე გავიხსენე 20-24 წელი, რომ იქ ოპოზიციამ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც ვერ შეძლო არსებითი განახლება. ამის შესაძლებლობა მას ჰქონდა, მაგრამ თუ არ ვიტყვით კოალიცია ცვლილებების გარდა არსებითი განახლების გზით არავინ არ წასულა და იქაც კი განახლება ვერ აღმოჩნდა საკმარისი წარმატებისთვის. ასე რომ გვჭირდება ახალი გუნდი პოლიტიკოსების დაკომპლექტებული წესიერი ადამიანებით. წესიერი კაცის ეშინია ივანიშვილს. კობახიძეს უწესობა ეს არის სიბნელე, წესიერება ეს არის სინათლე და ამ სიბნელეს ანუ უწესობას ხოლო თუ წესიერება ანუ სინათლე დაუპირისპირდება. რამდენიმე აქტუალურ საკითხსაც მინდა გადავალოთ თვალი თუ კი რა თქმა უნდა დაგვრჩება დრო და ახლა მოდით გვითხარით ბაჩუ ახალაიას პატიმრობასა და მის საქმეზე რას ფიქრობთ, იმიტომ რომ ეს თემა მართლაც რამდენიმე დღეა გასული კვირიდან მოყოლებული ყურადღების ცენტრშია. თავად ახალაია და მაყურებლებს მინდა ვუთხრა მის მიმართ ცოლშვილის თემის გამოყენებით შანტაჟსა და ტერორზე საუბრობს და ყველას, ვინც ამ საქმის მეორე მხარეს დგას, ტერორისტებს უწოდებს. მან 2 დღის წინ გამართულ სასამართლო პროცესზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს, ასე მიმართა პროკურორს, ვინც ეს დაგავალა, გადაეცი საფლავიდან ამოვთხრი ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, თუმცა მენ ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ. გითხარით თქვენი პოზიცია 4 ოქტომბრის მოვლენების უკან. ხედავთ ბაჩუ ახალაიას თუ მის მიმართ აღძრული საქმე შეკერილი გგონიათ? უბედურება ისაა, რომ საქართველოში არავის პრაქტიკულად არ გვაქვს ნდობა გამოძიების მიმართ, სასამართლოს მიმართ, იმიტომ რომ ერთიც მეორეც არის სრულად პოლიტიკური კონიუნქტურის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, ახალაიას საქმე იქნება, ქიმიური ნივთიერების გამოყენების საქმე იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ჩვენ არ ვიცით რანაირად შეიძლება სიმართლე დადგინდეს ამ პროკურატურის და ამ მართლმსაჯულების პირობებში. ლილუაშვილის საქმეც კი თვითონ რომ აცხადებენ, რომ ამდენი მოიპარა და ასეთ უბედურებაში იყო ჩართულიო, ბოლომდე სიმართლეს აქაც ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ ისე შეკერავენ საქმეს, მათ რომ სურთ. ამიტომაც პრობლემა არის არსებითი და ეს პრობლემა უკავშირდება ამ მართლაც პოსტსაბჭოთა ჩამყაყებულ რეჟიმს, რომელიც ყველა ინსტიტუციას იქვემდებარებს. აღარ დარჩა საქართველოში არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია ფაქტობრივად. ფაქტობრივად არც ერთი. იმიტომ მიხარია მე თქვენთან სტუდიაში მოსვლა, რომ ერთხელ თქვენ უნდა გავიმეორო, რომ თქვენ ახერხებთ და ფაქტობრივად საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია შეითავსეთ. ჩვენ გვჭირდება საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებელი. ჩვენ გვჭირდება სხვა ინსტიტუტები,
ყველა სხვა რაც უნდა იყოს დამოუკიდებელი, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი. გესმით? უпростоრად პოლიტიკური მართველი ძალისგან დამოუკიდებელი, დაქვემდებარებული მხოლოდ სამართლიან კანონმდებლობას და ხალხის საუკეთესო ნებას. ჩვენთან ეს ფაქტობრივად მოისპო ივანიშვილის მიერ. შესაბამისად, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ პირობებში ახალაიას საქმის გამოძიება არის დიდი ბუნდოვანება და თუ ის დადასტურდა, რასაც ეს ბატონი ამბობს, რომ მას აშანტაჟებენ, რა თქმა უნდა, ეს იქნება დამატებითი, ერთი კიდევ დამატებითი სისხლის სამართლის საქმე იმათ მიმართ, ვინც ამას ჩადის. მაგრამ ამ რეჟიმის პირობებში ეს როგორ უნდა დადგინდეს? ამიტომაც წარმოსახვით, წარმოდგენით უფრო ემხრობი იმას, რომ შესაძლოა ახალაია მართალია იმაში, რასაც ამბობს და ის რომ ის იყო წინა რეჟიმის სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ოდიეზური ფიგურა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დღეს მან და მაინც ყველას ეჭვი ჰქონდეს მის მიმართ. დადგინდეს სამართლიანი რა არის სიმართლე, მაგრამ დადგინდეს ვის მიერ, ამ პროკურატურის მიერ, ამ სასამართლოს მიერ, ეს შეუძლებელია. მე მინდა თუ ვასრულებთ და ალბათ ხო, ერთი თემა მინდოდა ბოლოს, ესე ვთქვათ, შეფასებისთვის შემომეთავაზებინა, რაზეც დისკუსია მიმდინარეობდა გასული შაბათ-კვირის განმავლობაში. გულისხმობ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მისვლას ფეხბურთის ფედერაციის ღონისძიებაზე და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან ფეხბურთის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს და კახა კალაძეს. არ ვიცი, მწვავე კრიტიკა ახლავს და ნახავდით თავადაც გასულ უქმეებზე, როგორც უკვე ვთქვით, ჭყონიას მისვლას ამ ღონისძიებაზე და იმას, რაც მან ამ ღონისძიებაზე თქვა. აი ამ კრიტიკაზე რას ფიქრობთ და რამდენად სწორი გგონიათ ეს რომ გვითხრათ და ხო, მეორე მხრივ აი ფეხბურთის ფედერაციის ღონისძიებაზე მისი მისვლა რამდენად უნდა შეფასდეს, როგორც მათ შორის პოლიტიკური გზავნილი ჭყონიას მხრიდან. ერთი მე არ მგონია რომ ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი თვლის საჭიროდ კომენტარს, მაგრამ რაღაც მეკითხებით გიპასუხებთ, რომ პირველი მე რომ ყოფილიყავი, მადლობას არ ვეტყოდი კობახიძეს ამის გამო, არც არაფრის გამო და თუ სადმე მივიდოდი, რას ვიტყოდი, ეს მხოლოდ მე ვიცი, იმიტომ რომ სადაც ყოფილვარ, რა მithქვამს კობახიძისთვის, ყველაფერი კარგად და მწარედ ახსოვს, მაგრამ ბატონი ჭყონიას თემა შემიძლია ასეც აღწერო. საქმე ისაა, რომ როდესაც რამდენიმე ხნის წინ ოცნების რეჟიმმა მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს და ევროპული სახელმწიფოების სულისკვეთებას, მიდგომას, გადაწყვეტილებას უკრაინასთან დაკავშირებით, რაც ახლახანს მოხდა, ბევრმა ანალიტიკოსმა და ზოგიერთმა პოლიტიკოსმაც კი მადლობა კი არ უთხრა, მაგრამ თქვა, რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი. ფაქტობრივად სწორ ნაბიჯად რომ აცხადებ, გამოდის, რომ რაღაც მომენტში მადლობასაც ამბობ ამისთვის, მადლიერი ხარ უпростоრად ამის გამო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ბატონებს შეეცვალათ აზრი ავტორიტარული ხასიათის მიმართ ამ რეჟიმისა. შესაბამისად, არ მგონია, რომ ბატონ ჭყონიას შეცვლოდა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ რეჟიმს ყავს ტყვეები რეჟიმის, რომ რეჟიმი არის არსით ავტორიტარული და თუ მან მადლობა უთხრა პრემიერს ეგრეთ წოდებულს ფეხბურთის გამო, კი ბატონო, ეს მისი არჩევანია, მთავარია რომ მადლობა არ უთხრას რეჟიმის ტყვეების გამო. დარწმუნებული ვარ, რომ არ ეტყვის. თუმცა მე ამ მცირე გაორების წინააღმდეგი მაინც ვარ. მესმის, ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის. პოლიტიკოსისთვის, თქვა, ჩემთვის ეს შესაძლებელია. ჭყონია ბიზნესმენია და მის უკან 1000 გვარი პასუხისმგებლობაა, თუმცა განაგრძოს მან მხარდაჭერა ნორმალური თავისუფალი სივრცეების და არ შეეგუოს რეჟიმს. ეს მადლობა ვფიქრობ ეპატიება. კეთილი, მადლობა ბატონ არმაზ იმისთვის რომ გვესტუმრეთ და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. წელს ბოლოჯერ შევხვდით ერთმანეთს, ამიტომ ვიმედოვნებ რომ მომავალ წელს ისევ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. წინასწარ გილოცავთ შობა ახალ წელს და მოკლედ დღეს ამით დაგემშვიდობებით. არმაზ ახვლედიანი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი შემოგვერთება, ასე რომ დაგვერდით.
მაშა ასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, პარტია თავისუფლების მოედნის გენერალური მდივანი ბაკურ კვაშილავაა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ბაკურ და მადლობა რომ შემოგვერთით. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონ ბაკურ, მოდით გადაცემის ეს ნაწილი გლობალური პოლიტიკით დავიწყოთ, კონკრეტულად კი გულისხმობ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებულ პერიპეტიებს. მაყურებელმა იცის, რომ ბუში ფლორიდაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. თითქმის 3 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი უკრაინელ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე ტრამპმა შეხვედრას შესანიშნავი უწოდა და განაცხადა, რომ დიდ პროგრესს მიაღწიეს და რომ უახლოვდებიან შეთანხმებას და შესათანხმებელი რჩება მხოლოდ 1-2 ძალიან რთული საკითხი. რამდენად დამაიმედებელი გგონიათ ის განცხადებები, რომელიც ამერიკიდან მოდის და ხომ არ გამოიკვეთა ამდენ კვირიანი წვალების შემდეგ უკვე კონტურები, რომ 4 წლის მერე უკრაინაში ომის შესაძლოა დასასრულს მიუახლოვდეს. მე ვიტყოდი, რომ ყველასთვის, მით უმეტეს ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქართველებისთვის ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო იქნება თუ კი ომი უკრაინაში დასრულდება და შეწყდება ის ტანჯვა, რასაც ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი განიცდის. ფაქტია, რომ შეფასებები ორივე მხრიდან იყო ძალიან პოზიტიური. მე ვიტყოდი, რომ ეს ტოვებს მის ფიქრის საფუძველს, რომ მინიმუმ უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები რჩებიან მოკავშირეებად, ეს ცენტრალური მნიშვნელობის არის. აღარ გვაქვს თქვათ ისეთი უხერხული შემთხვევები, როგორც პირველი შეხვედრის დროს იყო ზელენსკისა და ტრამპის შორის. ჩანს, რომ პიროვნულ დონეზე ამ ადამიანებმა გაუგეს ერთმანეთს. მე ვიტყოდი, რომ ამერიკის ადმინისტრაციამაც გაიგო თუ რა მნიშვნელობა აქვს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს მსოფლიო მშვიდობისთვის, მსოფლიო წესრიგისთვის, იმისთვის, რომ არსებობდეს სამართლიანობა დედამიწაზე და რომ აგრესორს არ უნდა მიეცეს უფლება, რომ უბრალოდ ძალის გამოყენებით მიითვისოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. ფაქტია, რომ საბოლოო მშვიდობის მიღწევა ასეთი კონფლიქტის დროს ძალიან რთული იქნება, ამიტომ მიუხედავად იმისა, რასაც მხარეები ამბობენ, რომ 90%-ზე შეთანხმება მიღწეულია, ის 1-2 ყველაზე რთული საკითხი, რომელიც ახსენეს ამ პრესკონფერენციის დროს, მე ვიტყოდი, რომ მართლა ძნელი გადასაწყვეტი იქნება. ფაქტია, რომ ტრამპმა გაითავისა უკრაინის შეხედულებები ამ ომთან დაკავშირებით, მას ესმის, რომ რუსეთის რიგი მოთხოვნები პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ რომელიმე დამოუკიდებელმა ქვეყანამ შეასრულოს, ეს იქნებოდა კაპიტულაცია და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ბურთი უკვე რუსეთის მოედანშია. ბატონ ბაკურ, აი მთელი 4 წელია გვესმის შეფასებები და სხვა შორის თქვენს გაუსვით ხაზი, რომ უკრაინის ომის შედეგებზეა დამოკიდებული მსოფლიო მშვიდობა, განსაკუთრებით ასე ვთქვათ, ევროპაში მშვიდობა და მათ შორის საქართველოს ბედი. აი მინდა რომ ერთი კითხვა ამ კუთხითაც დავსვათ და მოდით კიდევ ერთხელ აუხსნათ მაყურებლებს, მართლაც რა ბედიელის, აი საკუთრივ საქართველოს უშუალოდ ჩვენს ქვეყანას, თუ კი უკრაინაში ომი არა უკრაინის, არამედ რუსეთის სასარგებლოდ დასრულდება. ანუ უკრაინაში ომს მოიგებს არა უკრაინა, არამედ მოსკოვი. ვიცით რა, მე მგონია, რომ არ არსებობს სცენარი და ვარიანტი, სადაც შეგვიძლია, რომ ცალსახად ვთქვათ, დღევანდელი გადასახედიდან, რომ რუსეთი მოიგებს ომს უკრაინაში. შეუძლებელია, რომ რუსეთი ამ ომიდან გამოვიდეს გამარჯვებული, რუსეთი ამ ომიდან ყველა ვარიანტში გამოდის უფრო დასუსტებული, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო. ეს იქნება ფაქტი. შეუძლებელია რუსეთმა ისე დაასრულოს ომი, ისე მიითვისოს ეს ტერიტორიები, რომ მას არ დარჩეს ის უზარმაზარი ფინანსური სანქციები და ეკონომიკური სანქციები, რომელიც ამ წუთში აქვს. დღეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს ზუსტად იმაზე, რომ რა პირობებში და როდის იქნება შესაძლებელი რუსეთის დაბრუნება ცივილიზებულ სამყაროში. იმიტომ რომ დღეს რუსეთი არის ცივილიზებულ სამყაროს მიღმა. ცივილიზებულ სამყაროს მიღმა ოპერირებს დაახლოებით ისევე, როგორც დღევანდელი ჩვენი მთავრობა სამწუხაროდ. ანუ ეს პარალელი რუსეთთან გვაქვს.
კი ხო რუსეთმა გაცილებით მძიმე ნაბიჯი გადადგა სხვა ქვეყანას დაესყა თავს. ჩვენი მთავრობა იმიტომ არის იზოლაციაში, რომ საკუთარ ხალხს დაერია და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არის, ხო? მაგრამ ეს პარალელები ფაქტია, რომ არსებობს და მე ვიტყოდი, რომ მე ვერ ვხედავ და წარმოუდგენელია ისეთი კონსტრუქცია, როდესაც რუსეთი უფრო ძლიერი გამოვა ამ ომიდან, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო. გადავიდეთ უშუალოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და პირველ რიგში ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს წარედგინება ბრალი ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე და განმარტა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ფარცხალაძეს პროკურატურის შესაბამისი დადგენილების მიხედვით ბრალად ედება ის, რომ ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება და შესაბამისად მის მიმართ ცხადდება ძებნაც. აი ფარცხალაძეც ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანია, თუმცა მას არც ქრთამის აღებას ედავებიან და არც დიდი ოდენობით თქვათ საბიუჯეტო თანხების მითვისებას, ანუ მისი ბრალდება არ უკავშირდება კორუფციას. შესაბამისად, რა შეიძლება ითქვას? აი ეს თქვენთვის, რა თქმა უნდა, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც აი დღეისთვის ვრცელდება და არსებობს, არის წმინდა სამართლებრივი საქმე თუ ესეც პოლიტიკაც უნდა დაუკავშიროთ? არ მგონია, რომ ამ მთავრობის პირობებში რომელიმე საქმეს, რაც არ უნდა იყოს ის და რომელსაც რაიმე საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ მოვაცილოთ პოლიტიკური ნიშანი. თვითონ ფარცხალაძის ისტორია, რომ გავიხსენოთ, გარდა იმისა, რომ ის ქართულ ოცნებაში მაღალ თანამდებობას იკავებდა რაღაც 3 კვირის განმავლობაში, ხო? ამის შემდეგ ის იყო ქართული ოცნების, მე ვიტყოდი, ალბათ ხაზინადარიც კი. უდიდესი გავლენის მქონე პირი, რომელიც მერე უკვე ამერიკის მთავრობამ დაასახელა როგორც ოფიციალურად რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი და მას სანქციები დაუწესა და ჩვენ გვახსოვს როგორ კბილებით იცავდა ოთარ ფარცხალაძეს მთელი ქართული ოცნება, მთელი სისტემა, მათ შორის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელმაც სპეციალური ბრძანებულებაც კი გამოსცა იმისთვის, რომ ფარცხალაძეს გადაემალა თანხები, რომელიც მის ანგარიშზე იყო და ამას ამართლებდა იმით, რომ ასე დაიცავდა ის ნებისმიერი საქართველოს მოხალხის უფლებებს და რასაც სხვათა შორის არაერთი პროფესიონალის წასვლა მოყვა უმაღლესი თანამდებობიდან ეროვნული ბანკის რიგებიდან, ხო? რა შეიცვალა, როგორ ფიქრობთ? ჩემი აზრით, უბრალოდ ის შეიცვალა, მით უფრო, როდესაც ამბობთ, რომ ამ საქმეში რაღაცა პოლიტიკური კონტექსტი უნდა მომწოდოს. ქართული ოცნება სამწუხაროდ არის ძალიან ისე შინაარსობრივად, ღრმად და ფუნდამენტურად დაკავშირებული კრიმინალურ დაჯგუფებებთან და ფულის, ასე ვთქვათ, შავად, ასე ვთქვათ, შოვნასთან. აქედან გამომდინარე, რაც ხდება, ეს არის ის, რომ ერთი კლანი დაუპირისპირდა მეორე კლანს ოცნების, ასე ვთქვათ, ფარგლებში და ერთმა კლანმა უბრალოდ გაიმარჯვა. დღეს, ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის ფავორში არის ის მეორე კლანი, რომელიც ებრძვის ფარცხალაძეს და შესაბამისად იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. მთელი ეს სერია ამ კორუფციული დაპატიმრებების სხვა არაფერია თუ არა ოცნების შიგნით გადანაწილება უკანონო ფულის და უკანონო შემოსავლების. ჩვენ მხოლოდ აისბერგის ზედა ნაწილს ხედავთ მოსახლეობა თუ რა თანხებზეა საუბარი. როდესაც ახსენეს, რომ ერთმა ჯიხურმა 650 მილიონი euро გაათეთრა და მე ამბობენ, რომ ქვეყანაში ყველაზე ძლიერი პირი ბიძინა ივანიშვილის შემდეგ უბრალოდ 6 მილიონის ქეშად შენახვისთვის იქნა პასუხისმგებაში მიცემული, თუმცა არა დაპატიმრებული, ალბათ გვექნება წარმოდგენა თუ რა მასშტაბებზეა საუბარი, რა მასშტაბის ძარცვასთან გვაქვს საქმე ჩვენი მოსახლეობის და მე ვიტყოდი ასევე საერთაშორისო დონის კრიმინალურ აქტივობასთან. ამიტომ ეს სხვა არაფერია, თუ არა შიდა კლანური გარჩევები, სავარაუდოდ საერთაშორისო კრიმინალთან დაკავშირებული, რომელიც ბუნებრივია საღდება იმ შირმით, რომ თითქოს რაღაცა გამოიძიეს. ასეთი რამე ქართულ ოცნებას სამწუხაროდ არ აინტერესებს. ქართული ოცნება ერთადერთი რითიც არის დაკავშირებული, ეს არის დაკავებული, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა
და ისეთი აბსურდული და აი სოფლიოსთვის დასაცინი კანონების შემოღება, როგორც არის ტროტუარზე დგომის აკრძალვა. აი ამაზე მეტ იდიოტობას თუ რომელიმე ხელისუფლება მოიფიქრებდა, რა ვიცი, წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. ბატონო ბაკურ, რამდენიმე წუთი დაგვრჩა და მინდა რომ ბოლოს კიდევ ერთ აქტუალურ საკითხზე დაგისვათ კითხვა, ამჯერად სურსათის პროდუქტები და მუდმივად მზარდი ფასები ირაკლი ყობახიძე არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ და პარლამენტმა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის სამოქმედებაზე იფიქრონ, მანამდე კი იცით რომ ყობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს და პარლამენტს სწორედ პროდუქტებზე ფასების ამ მზარდი ტენდენციის შესწავლას თხოვა. აი რას ელოდებით ამ პროცესისგან ეს ვითხარით, მივალთ თქვენი აზრით ფასების შემცირებამდე თუ ვერა. პოლიტიკოსთა ნაწილი სხვა შორის მიიჩნევს, რომ ის რაც ყობახიძემ დაანონსა და რასაც თავისუფლად აყვას სუსი და პარლამენტი დარჩება, ასე ვთქვათ, პოპულისტურ განცხადება და საზოგადოებისთვის არაფერი შეიცვლება. თქვენ რისი მოლოდინი გაქვთ? დღეს არ არსებობს ბიზნესი პრაქტიკულად და არც ერთი შემომტანი კომპანია იმ პროდუქტების უმრავლესობის, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ, რომელიც პირდაპირ არ იყოს ან ირიბად ქართული ოცნების მხარდამჭერი. აქედან გამომდინარეობს ის სკეპტიციზმი, რაც არსებობს. ეხლა რომ ავხსნათ თუ რატომ მოვიდა საერთოდ ეს საკითხი დღის წესრიგში, არის ის, რომ მიუხედავად ჩვენი სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციისა, რომ საქართველოს აქვს უპრეცედენტო ზრდა 10% ზრდა 3 წლის განმავლობაში, უკვე შეუძლებელი გახდა იმის დამალვა, მიუხედავად იმედის, პოზიტივის და საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობისა, რომ მოსახლეობის 80%-ისთვის ამ 3 წლის განმავლობაში მდგომარეობა დრამატულად გაუარესდა. შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ სასურსათო ფასები გაიზარდა პრაქტიკულად ორჯერ ამ 3 წლის განმავლობაში და სტატისტიკა, როდესაც გვეუბნება, რომ ინფლაცია 5-დან 7%-მდე, ან კიდევ უფრო დაბალი, ხომ? ისეთი, ასე ვთქვათ, ერთეულები აქვს ჩამატებული ამ სამოხმარებლო კალათაში, რომელსაც მოსახლეობის 80% არ იყენებს. ამიტომ თავის მოტყუება გახდა შეუძლებელი. ამას რომ დაუმატოთ ის ინფორმაცია კიდევ რომელიც სტატისტიკამ გამოაქვეყნა, რომ თურმე 5 სულიან ოჯახს 500 ლარად შეუძლია რომ თავი არჩინოს, ხო? ეს იმდენად დიდ აბსურდში და ტყუილში გადავიდა, რომ იმედმაც, პოზიტივიმაც და მათმა ეკონომიკურმა, ანალიტიკურმა შოუებმაც კი ვერ შეძლეს ამ ყველაფრის გამართლება და ამის დადასტურება თავისი აღმრჩევლისთვის და მერე მოიგონეს აი ეს კომუნისტური მეთოდი, რომ თითქოს დაუთვლიან მოგების მარჟებს სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიებს და იქ ნათქვამი იყო, რომ თურმე 5-დან 7%-მდეა რომელიღაც სეგმენტის მოგება. აბა რამდენი უნდა იყოს მოგება? 0, 2%? აი გვესმის რომ იურისტები არიან, მაგრამ იურისტებიც არ არიან, ხომ? იმიტომ რომ ტროტუარზე დგომას გიკრძალავენ. კონსტიტუციის წინააღმდეგ მედიან. კონსტიტუციაში გიწერია პირდაპირ 21 მუხლში, რომ შეკრების თავისუფლება არ ითხოვს წინასწარ მოთხოვნის აუცილებლობას. დღეს ეს მოთხოვნა დააწესეს იმაზე, რომ ტროტუარზე შეიკრიბონ ადამიანები და ისეთი იდიოტური განჩინებები იყო სასამართლოში, რომ წარმოიდგინეთ პროკურორი ეუბნებოდა, რომ თქვენ ვერ ადასტურებთ, რომ 300-დან 15,000-მდე ადამიანი იკრიბებოდა და მოპასუხე პასუხობდა, რომ იცით რა, აი ფოტოებით დავთვალოთ და მიდიოდა აი ეს აბსურდის თეატრი. ხომ სასამართლოში. აი ამ დღეში ვარ დღეს ჩვენ ქართული ოცნების გამო, რომელიც აი მართლა სატირალი რო არ იყოს სასაცილო იქნებოდა. მადლობა ბატონო ბაკურ, ოპოზიციაზე მინდოდა საუბარი რა ფორმაშია თქო, ოპოზიციური სპექტრი თქო, მინდოდა მეკითხა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ვეღარ ვასწრებთ, მომავალ წელს ისევ შევხვდებით ერთმანეთს და შესაბამისად გვექნება შესაძლებლობა რომ დარჩენილი საკითხები გავშალოთ. დღეს მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის და ასევე ანალოგიურად როგორც წინასწარმას წინასწარ გილოცავთ. დამდეგშობა ახალ წელს ბაკურ კვაშილავას დავუმშვიდობებით. მადლობა, დასრულებულია დღის ნიუსრუმი. ერთმანეთს ნიუსრუმში უკვე ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.